H5N1 ესეთი ის არის ფრინველის გრიპი ბევრნაირი ალბათ გახსოვთ მაგრამ ახლა რა იყო რომ ამ ფრინველის გრიპმა გამოიწვია სიკვდილიანობა ამერიკაში აღიწერა მოკლედ ფრინველისგან გადაედო ადამიანს ეს გრიპის ვირუსია ოღონდ ფრინველის გრიპის და პრობლემა რა შეეხა ეს H5N1 არის ძალიან მაღალი ლეტალობის ვირუსი ანუ სიკვდილიანობა აქვს თითქმის 60%. ანუ თუ ადამიანს დაემართა 60%-იანი ალბათობით შეიძლება ეს ადამიანი მოკლას. ანუ ეს ვირუსებში მიიჩნევა წარმოუდგენლად მაღლად. ახლა ეს მაღალი არ ქონდა იმ ყვავილსაც არ ქონდა. 30%-იანი სიკვდილიანობა ქონდა ყვავილში. შესაბამისად ეს არის ნამდვილად პრობლემა. ოღონდ კარგი ამბავი ის არის რომ ადამიანს არ გადაეცემა. ნუ ამ ეტაპზე არ გადაეცემა და ის არ ვიცი ხა მოვა თუ არა ისეთი დრო როცა ადამიანს გადაეცემა. ამ ეტაპზე ასე არ ხდება. თუ მუტაცია განიცადა შესაძლებელი არის რა თქმა უნდა. ახლა ჯერჯერობით არ არის ესე. ეს შემთხვევა რომ დაფიქსირდა ამან გამოიწვია დიდი ყურადღება და იმანაც რომ შემთხვევები დაფიქსირდა რომ გადაედო ფრინველიდან ადამიანს რომელი ფრინველიდან ალბათ კითხვა ექნება ადამიანს ქათმიდანაც გადადის და შინაურ ცხოველებიდან გედები, ბატები და იხვები და ესეთი. ან რომ გადამფრენი ფრინველები რო არიან, ეგ არის ხოლმე მნიშვნელოვანი წყარო, მით უმეტეს გავრცელდეს თქვათ მსოფლიოს მასშტაბით